ზუსტად საბაჟოს წინ ვდგავართ სარფში, ეს არის უკვე შიდა ტერიტორია, ანუ პარკინგი და აქ რამდენიმე კვების ობიექტია, მაგრამ აი დამათრგუნებელი სურათია, უნდა გითხრათ, ყველგან ნაგავი, რაღაცა გადაყრილი ნივთები, ყველაფერი მოშლილი, კაფე თუ იყო უკვე დაკეტილი და გაუბედურებული, იმდენი ნაგავია, აი ყველგან, აი ნახეთ რაღაცა გადაყრილი ნივთები. გეგონება ნაგავ საყრელზე ვართ და არა საზღვარზე, რომელიც არის სახე ჩვენი ქვეყნის პრინციპში, ხო? აი ნახეთ, აი ეს ნაგავი ეგრევე ყრია, მე მგონი თვეებია გასული, აქ არავის არაფერი არ გამოუტანია, ხო? აი ეს არ ვიცი, ვერ შემოდის ნაგვის მანქანა თუ რა პრობლემაა, არ ვიცი. ფაქტია, რომ უამრავი ნაგავია, აქ არის საზოგადოებრივი ტუალეტი, თუმცა აი აქაც მინდა რომ გადავიღოთ რამდენი ნაგავი და რამდენი სიგარეტების ნამწვავებით სავსე, რატო არ გვაქვს ჩვენ ამის კულტურა, რომ აი სიგარეტი გარეთ კი არ დააგდო, ხო, წახვიდე და ურნაში, თუნდაც აი ის გადავსებული ურნა და იმ ურნაში ჩააგდო და არა აი აქ პირდაპირ. აქვე ხაჭაპური ჭამა დატოვა, წყალი დატოვა, სიგარეტის ნამწვავი, მზესუმზირის ეს ყველაფერი. მოდით ვნახოთ საზოგადოებრივი ტუალეტი, აი ეს, აი ამას აქ რა უნდა უბრალოდ. ქალბატონებო, ვინ არის აქ, ვინ მუშაობს? აი ამას აქ რა უნდა, კარტოფილი გათალა და აქ დატოვა. რა უნდა ამას აქ? გაუგნებული ვარ რა, ტუალეტში შევდივართ და აი ეს ხდება. ტუალეტი რამდენად მნიშვნელოვანია გასაკუთრებით საზღვარზე, ხო? იმიტომ რომ ადამიანი გადმოდის საზღვარზე და შეიძლება უნდა შესვლა, ხო, ტუალეტში. ნუ აქ უნდა მოვიდეს. აი მოდით ახლა ნახეთ. აი ეს დაბრედილი სკამები, აი ესეთი და აი ესეთი შესასვლელი, რომელიც ღირს 1 ლარი. ნახეთ, 1 ლარი უნდა მისცე და აი აქ ამ სიბინძურეში შენ მოგცემენ, მოგიწყვიტავენ, მოგიგლიჯავენ აი ამ ტუალეტის ქაღალდს, აი ამას მოგცემენ და აი ესე შეხვალთ ტუალეტში. ეხლა მინდა რომ ოდნავ ავიხედოთ და ის აბლაბუდებიც დავათვალიეროთ. აი ესეც მინდა რომ ვნახოთ, აი ეს ხელის მოკიდება აკრძალულია, არ შეიძლება. იმიტომ რომ თქვენ აქ ხელს კი არ დაისუფთავეთ, პირიქით დაისვრით. არაფრისთვის შეხება არ შეიძლება. აი ამ დაჟანგული ონკანები და აი ეს ბინძური ნიჟარები არ მინდა, აი ეს სარკე, რომელიც ნახეთ რას გავს. ჟანგისგან გაფუჭებული დალაქული, ჩამტრეული კარი, ვინ ამტრევს, ვინ ეტყობა არ უშვებდნენ და ჩამტრიეს კარი, გაიქცა სამწუხაროდ ქალბატონი, რომელიც აგროვებს აქ ფულს, აგერ თავისი ფულიც კი დატოვა, აი ხურდები არის აქ. რატო გაიქცა ვერ გავიგე, ეტყობა არ უნდა იმ კითხვაზე პასუხების გაცემა, რაც ჩვენ გვაქვს. შეიძლება იმ ქალბატონს საერთოდ არ ეხება და ვიღაცა სხვა არის მფლობელი ამ ობიექტის, მაგრამ კითხვა ძალიან ბევრი გვაქვს, რატო ესეთი საშინელი სიბინძურე, აი ნახეთ, აი აქაც ხო, სადაც მრიცხველებია იქ და აი აქაც ნახეთ როგორი სიბინძურეა, აბლაბუდები და ნაგავი. ყველგან რაღაცა საშინელება, ну აი არ ვიცი რა. საზღვარს თუ გადახვალთ და საქართველოს ტერიტორიაზე შემოხვალთ, აი ამ საპირფარეშოს არ გირჩევთ და ზოგადად მე არ მესმის რატოა ჩვენი ულამაზესი კუთხე აჭარა აი ესეთ მდგომარეობაში, თუნდაც გარკვეული ნაწილი. კი ბატონო, ძალიან ლამაზია ბულვარი, პალმები, აგერ ხედი, შეხედეთ როგორი მთებია. აი ეს ჩვენი მთები აღარ არის მართალია უკვე, მაგრამ ну არ ვიცი, არ მესმის, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატო არ შეიძლება ამ ადგილის მოწესრიგება. სარფში საზოგადოებრივი ტუალეტის მდგომარეობა გაჩვენეთ ახლა ჩვენ.